საქართველოს კონსტიტუცია. ყველას აქვს უფლება წინასწარი ერმაკის გარეშე შეიკრიბოს და საჯაროდ უიარაღოთ, როგორც წერდეს ისე გარე. საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება და დაარღვევს სხვათა უფლებებს. განურჩევლად რასისა, კანისა, ერისა, ენისა, სქესისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა. პროტესტი იყო მხოლოდ ძალადობის მიმართ, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან, ჰუმანიზმთან და ასე შემდეგ. აქციას ყველა იშვა რაღაც პერფორმანსული ხასიათი, აქ წავედი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები ერთ კონსტიტუცია, სადაც კონკრეტულად წერია თითოეული ქალაქის უფლება. შესაბამისად ირიბა მიმართავ ჩინაგან სამეფოს სამინისტროს დროული და ადეკვატური რეაგირება მოხდეს. ამ ქვეყანაში თუ მთავარი ღირებულება არ იქნება კონსტიტუცია, ყოველთვის მოხდება ის, რაც მოხდა გუშინ. კონსტიტუციას უნდა ვცეთ პატივი ყველა ჩვენთაგანმა და თუ არ ვართ ამ კონსტიტუციაზე შეთანხმებულები, მაშინ რაღაც უნდა მოვიფიქროთ, არ ვიცი. ამ კონსტიტუციის გარანტირებული უფლების დაცვა პირველ რიგში ევალება სახელმწიფოს, მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მსგავს ორგანიზაციებს. გუშინ ქართულმა საზოგადოებამ და მსოფლიომ იხილა არნახული ძალადობის გამოვლინება ჩვენი, ასე ვთქვათ, ნაკურთხი საზოგადოების მხრიდან. მე ვთვლი, ეს იყო კრახი სამოქალაქო საზოგადოების, ეს იყო კრახი ზოგადად სახელმწიფოებრიობის, ეს იყო გაუმართლებელი ქმედება, გავეშებული არაადამიანური მოწყობა ჩვენ თანამოქალაქეებისადმი. ეს არის მხოლოდ გაუმართლებელი, არაადამიანური საქციელი და ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის რელიგიის თუნდაც შეურაცხყოფა. ეჭვმეპარება ზოგადად ამ ადამიანებს საერთოდ რაიმენაირი ღირებულებები თუ გააჩნიათ და უგულისხმობ ამ ღირებულებებში თუნდაც ქრისტიანულ მორალს, თუნდაც საერო ჰუმანიზმს. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია ის უფლებები, თავისუფლებები, რაც არის შეკრების და მანიფესტაციის, როგორც არის გამოხატვის თავისუფლება, როგორც არის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. და სწორედ ჩვენ ამ აქციის მიზანი ის გახლავთ, რომ ეთქრული მიგვეწოდება სახელმწიფოსთვის, რომ უნდა მოხდეს ამ ფაქტზე რეაგირება და ამავე დროს მოქალაქე ყოველ შემთხვევაში გვინდა რომ მოქალაქეებმა გაიგონ, რომ ეს არის კონსტიტუციის გარანტირებული უფლება და თუ ერთი და მეორე დროს ხდება პარალელური აქციები, სახელმწიფო ვალდებულია შენი შეკრების და მანიფესტაციის უფლება უზრუნველყოს და მოახდინოს ამის განხორციელებაში. დაგეხმაროთ, ყოველ შემთხვევაში ახალი არ უნდა შეგეშალოს.